დედა. ტანია, გაიღვიძე. ტანია. ბოგდან, შენ ყველაფერს გააუარესებ. ჭკუაზე ხარ? ადამიანებთან ახლოს შენი ყოფნა არ შეიძლება. მეგონა დაეხმარებოდა. დაეხმარა? ჯანდაბა, ყველაფერი ჩემს ხელში უნდა ავიღო. სრულიად ან ჩემი სამყარო სრულიად გაგიჟდა, ან ახლა დედა ჩემის საწოლში ვზივარ, ჩიპსებს ვჭამ და ვიდეოს ვუყურებ და დედა ჩემს ჯერ არ უყვირია ჩემთვის. ეს სასწაულია. ბოგდანმა და ჟენიამ ჯერ არ გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის საჭმელი წაერთმიათ. კარგი, მოიცა. მარფა რა ხდება? ეს ყველაფერი უნდა გავარკვიო. გამარჯობა დედა, რამე მოხდა? ავად ხარ, ხო? არა, რატომ მეკითხები? კარგი, შენ საწოლში ჯდომისას ჩიპსების მთელი პაკეტი შევჭამე. შენ კი არც კი შემოხვედი, რომ შეგეხსენებინა, რომ ცუდი ქალიშვილი ვარ და შენ შრომას არ ვაფასებ. ვის პროდუქტების არომატით იყო, ასე რომ მისი სუნი იმაზე უკეთესი არ არის, ვიდრე მაშინ, როდესაც ბოგდანი ოთახში წინდებს იხდის ხოლმე. ნიკოლ, ვერ ხედავ, რომ დაკავებული ვარ? დროულად ვერ ვამზადებ. თითქოს 3 მოზარდისთვის კი არა, 3 აფთრისთვის ვაკეთებ საჭმელს. ამას ისი ამბობ, თითქოს შენ არ ჭამ მაგ საჭმელს. დღეს საღამოს არაფერს შევჭამ. ვალდემარმა დამპატიჟა. იმედია, ერთხელ მაინც სადმე ნორმალურ ადგილას წამიყვანს ვახშამზე. რამე გემბრიერის ჭამა მინდა. იმ უგემური საშაორმის ნაცვლად. ხო, შენი ქალიშვილი ძვირადღირებულ ადგილზე ვახშამში გაცვალე. ამას დავიმახსოვრეთ. ვაუ, ბოგდან. აქამდე არასდროს მინახავს, რომ სასუსტო სიისკარ და სხვა რამე დაგეწერა. ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ვარ ჩართული. რა? შენ? საქმე? მნიშვნელოვანი საქმე? ერთ წინადადებაში იმდენი უცნაური ფაქტია. ფრანგული სიტყვების სწავლა კატრინისთვის. რა? შენ რა? ლედი დიანა აღარ მოგწონს? კატრინი ჩვენი მეზობელია საფრანგეთიდან. აშკარაა რომ მომწონ ვარ და იგი მეც მომწონს. მაგრამ მითხრა რომ ჩემთან ერთად პაემაზე წავიდოდა, თუ 100 ფრანგულ სიტყვას ვისწავლედი. ბოგდან, ის ფაქტი რომ ერთხელ მოგესალმა არ ნიშნავს რომ მოსწონ ხარ. რა წერია აქ? რაო? ყაბაყი? გთხოვა შენზე მოთხრობა დაგეწერა? ჰაჰა, მან არ თქვა რომელი სიტყვები უნდა მესწავლა. ამიტომ გადავწყვიტე პროდუქტების სახელები მესწავლა. ო, კი, ფრანგულ მაღაზიებში პროდუქტების ყიდვა შეძლებ მერე. ნიკოლ, თავი დამანებე, დაკავებული ვარ. წადი და არაფრის კეთების ნაცვლად სხვა რამე აკეთე. ეს მართლაც უცნაურია. რა ხდება? დღეს ყველამ გადაწყვიტეთ რაიმე უჩვეულოს გაკეთება? ბოგდანი რაღაცას სწავლობს. შენ კი ისეთ რამეს აკეთებ, რაც დალაგებას გავს. როდესაც დედა საჭმელს ამზადებდა და სამზარეულოში სუნი არ იდგა. ეს დალაგებას არ გავს. ახლახან ჯიბეში ჩავიდე ფული, რომელიც დედაჩემმა სკოლის ფარდების ფულის გადასახდელად მომცა. გადახდა, დამავიწყდა და ფული სად დავდე, ნამდვილად არ